ბესამ დაგვისვა ესეთი საინტერესო კითხვა, რომ ცოტათი მაინც ხომ არ არიან გოგოები ისე, რომ უფრო მე თუ სწორად ჩავწვდი, კითხვის შინაარს არიან თუ არა მაინც გოგოები ცოტა ისე, რომ უფრო აი ზედაპირულ რაღაცებს უყურებენ და უფრო მეტად როგორც მივხვდი, რაღაც უფრო ფინანსურ ნაწილზე იყო ყურადღების გამახვილება, როგორც მივხვდი. იცი რომ ყველა გოგო ალბათ თავისთვის თვითონ უნდა ისაუბროს, ახლა მე არ მაქვს უფლება რომ ზოგადად ესე არიქა ყველაზე გავაკეთო განზოგადებები, მაგრამ აი მოკლედ რომ გავცე აი უფრო ზოგად ტენდენციებზე რომ ვისაუბრო, რატომ არსებობს ეს ტენდენციები, რომ აი რაღაცა გოგოები უფრო მეტად ბიჭში აფასებენ, თქვათ ეკონომიკურ სიძლიერეს. ამას აქვს თავისი ახსნა განმარტება, ეს ძალიან არ ვიცი, რაღაცა ევოლუციურ დონეზე რომ ჩავიდეთ, რომ აი რატო რა ახსნა შეიძლება მოუძებნოთ ამას, უფრო არაცნობიერ დონეზე, რომ აი რა ზედაპირზე არ ჩანს, მაგალითად ამას რა ზირეული მიზეზი შეიძლება ქონდეს. ნუ ყველაზე მარტივი პასუხი ამაზე იქნებოდა ის, რომ ქალი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არის საკმაოდ მოწყვლადი. მაგალითად, როცა არის ორსული, როცა ყავს შვილები გასაზრდელი, ამ პერიოდში მას სჭირდება რაღაც გარკვეული რესურსები, რომ ვიღაცამ მოაწოდოს. რეალურად დედობა და ოჯახის მიხედვა ყველაზე რთული საქმეა, ყველაზე მძიმე სამსახურია და ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეა. თუმცა ამ პერიოდში მას სჭირდება რომ გარედან მოაწოდოს ვიღაცამ რესურსები, რომ მან სწორად შეძლოს შიდა რესურსების განაწილება. ამიტომ აი ეს ეკონომიკური ფაქტორი ქალებში არის ხოლმე ხშირად საკმაოდ ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, მაგრამ ამის გარდა არის კიდევ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც არ არის ასევე ზედაპირული. აი მაგალითად ის, რომ ბიჭებში ძირითადად დაფასებენ ხოლმე იმას, რომ აი რატომ ეწონთ ხოლმე ხო ეს რაღაცა ფსიქოპატი და ავარდნილი ბიჭები, ანუ შეურაცხყოფას არავის არ ვაყენებ. მე ძალიან ბევრი ავარდნილი მეგობარი მყავდა მაგ პერიოდში და აი დღეს სერიოზული კაცები არიან და შვენივრად ცხოვრობენ და გადაალახეს ეს პერიოდი. უბრალოდ აი ეს რაღაც ავარდნილობა ხანდახან ერევათ ხოლმე პატარა გოგოებს კომპეტენტურობაში, როგორც პიტერსონი ამბობს ამას. და რას ნიშნავს ეს? ანუ კაცს უნდა კონდეს იმის უნარი, რომ აი მაშინ როცა ქალი მოწყვლადი იქნება, მან შეძლოს მისი ფიზიკურად დაცვა. თუმცა ამ ყველაფრის გადალაგება, გადმოლაგდა და დანარჩენი ფაქტორები უფრო მეტად მოდის ქალისთვის მეორე ეტაპზე. ნუ აქაც გააჩნია ეხლა ვინ რას აფასებს, ვინ რას არ აფასებს. მაგრამ უცებ რომ ჩავეტიო ამ ვიდეოში, ანუ ძირითადი ფაქტორები არის მაინც ეს. თუმცა თუ არის რეალური ურთიერთობის დამყარება ქალსა და მამაკაც შორის, იქ ყველა ფაქტორი გადადის უკანა პლანზე. აი ეს ძირითადი და უფრო ესეთი არაცნობიერი სურვილები და მიდრეკილება რომ დავაფასოთ ერთმანეთში. ყველაფერი მაინც გადადის მეორე პლანზე, თუ ორ ადამიანს შორის იქნება რეალური კავშირი. მე მგონი ასე თუ ისე ჩამოვაყალიბე, იმედი მაქვს. ან უფრო მეტად ავირიქე.